მახსოვდა, როგორც ცდილობდნენ სამთავრობო პროპაგანდისტები ნიკოს ისტორიისგან პოლიტიკურ საოჯახო დრამის შექმნას. საპნის ოპერისა, რომელიც გადაფარავდა ძალადობას სტუდენტზე, რომელსაც დღისით მზისით უნივერსიტეტთან თავს დაესხნენ. მახსოვდა და ამიტომაც არ ველოდი, რომ ქუთაისში შვირის გადამღებ ჯგუფს სწორედ ნიკოს დედა გვიმასპინძლებდა. დედამ დაგტოვა. ხო, ანუ ეს უფრო გაშალა ჩვენთვის. ტრადიციულად იმერეთში ქუთაისში როგორც ხდება, ამის გარშე შეუძლებელია. შესაბამისად, ხო, ანუ იმერეთში სტუმარი ზოგადად ღვთისაა, მაგრამ იმერეთში ამ შემთხვევაშიც მითხა ჟურნალისტებს ვერ ვიტანო, მაგრამ ხო, მაინც ჟურნალისტს გაუშალა სუფრა. ხო? ხო. ხო, ეს იმერეთი ეს არის დილობა და სტუმართმოყვარეობა, ვინც არ უნდა იყოს სტუმარი. თვითონაც რაღაც ზოგადად ჩემი ოჯახი ძალიან პოლიტიკური ყოველთვის. ხო, და რა არის უცნაური იცი? ხო, და რა არის უცნაური ახლა რომ წავიდა ბოლოს რა მითხრა იცი? იქნება პოლიტიკაზე ნაკლებად ელაპარაკოთო და აი ინსტრუმენტი რა არის ამასთან დასვათო და ამღეროთო. ამღეროთო. ხო, ხდებით. შიში ბუნებრივი რაც არსებობს დღეს სამწუხაროდ ადამიანებში. ადრე უფრო გამბედავები იყვნენ, თუნდაც წინა ხელისუფლების დროს. და რა უცნაურია, თვითონ აქტიურები იყვნენ პოლიტიკურად და შენ უნდათ რომ შენ მომღერალი პოლიტიკას გაგიშლო. ეგეც ალბათ ასაკთან ერთად არის მიფული. ახალგაზრდული ასაკი ხელს უწყობს იმას, რომ უფრო მეტად ხარ გამბედავი, მაგრამ შემდეგ უკვე როცა შენს უკან არის ოჯახი ძალიან დიდი პასუხისმგებლობები ბუნებრივად იმატებს ეს შიშის განცდა, რომ უფრო მეტი გაქვს დასაკარგი. ხო, შენ უკვე იმდენი გამოცადე რომ გონია რომ ასაკის მიუხედავად ნიკო უკვე პოლიტიკოსია, რომელიც ბრძოლის აზარტშია შესული და აქედან ძნელად თუ გამოიყვანს ვინმე. ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი. თვითონ ამბობს ჯიუტი ვარო. დავამატებდი, ცხადი მიზნის მქონე ადამიანია, რომელმაც სტუდენტური მოძრაობა თავისუფლება კი დააარსა, მაგრამ პირადად მას უფრო ინდივიდუალურ ბრძოლაში ვხედავ. ასეთი აქტივისტი იშვიათია. ასეთ ახალგაზრდებს არ ჭირდებათ პარტია, რომელმაც ისინი უნდა დაიცვას. თავადაც კარგად იცავენ თავს. სიმართლით და მიზანდასახულობით. არჩევნების წინდაც მე ჩემი სტუდენტური მოძრაობის წევრები რო დავდიოდით ეს სტუდენტური მოძრაობის ხაზით რეგიონებში მთელი ქვეყანა შემოვიარეთ. ფაქტობრივად ყველა რეგიონი თავარი საკითხი იყო რა და ძალიან მძაფრად იგრძნობოდა შიში ომის მიმართ. ხო და ამ თულიც არ იყო ამ ჭყალებში soft codes-ები როგორც შენ ამბობ, მათ მიმართ დამოკიდებულებაში შენ რა ვთქვი რომ რადიკალიზმის მომხრე ვარო. რადიკალიზმი ხო ცოტა საშიში არის, რომ სულ არ გაგექცნენ, ასე ვთქვა. რადიკალიზმის არაუბრალო მოქალაქე. აი, რაც არ უნდა წინააღმდეგობრივი პოზიცია ყოფილიყო, ერთი შემთხვევაც კი არ ქონია, როცა რაღაც ტიპის დაგვიწყია დიალოგი, ყოფილა იქიდან აგრესია და ბოლოს არც ჩახუტებით დაგვიმთავრებია და ვინ საიდან ვართ რაღაცა წარმოშობაზე საუბრით და ვიღაც აღმოჩნდებოდა აი ბებიის მოგვარე მაინც ბოლოს და ბოლოს აი ესე ვამთავრებდით და პოზიციებშიც მათ შორის რაღაც ტიპის თანხმედრით. ყოველთვის ხო აი ეს დიპლომატია ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისი გამოცდილება გაქვს შენ. გამოცდილება გაქვს. მით უმეტეს აი ეს ფსიქოლოგია მგონია რომ ასე თუ ისე კარგად მესმის. აი ხა ძალიან
არ მოწონდა ეს იქიდან მათ შორის ჩემთან მიმართებაში ეს დეზინფორმაციის კამპანია რაც დღემდე გრძელდება რომ აი უცხო ქვეყნებისგან დაფინანსებას იღებს და აი ამდენი ეთერები გაქვს ამდენი პლატფორმა გაქვს თქვი სადმე რომ ხო აი რომ ვიღაცების კომენტარებს ვკითხულობ რომ ალბათ რაღაც ფულს იღებს და ისა და ეს ძალიან წინზა არ მოწონს შესაძლოა წინს იმიტომ რომ იცის რომ სიმართლე არ არის ხო რა თქმა უნდა შესაბამისად რომ არ ხარ რაღაცა რომელიღაც არტისტის წარმომადგენელი რომ არ იღებ ამის ანსუთ რაღაცა ფულს ანგარებით არ აკეთებ ამას და აბსოლუტურად რაღაცა გულწრფელი მოტივაციით არის განპირობებული ის რასაც ამ დროის განმავლობაში აკეთებდა როგორაც იბრძვი ეს კარგია იმ თვალსაზრისით რომ ხდება რაღაცებს ხო რომ იქ ტყუილი მოდის აი მათ შორის ხო ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩემს მაგალითზე უფრო ხელშესახები გახდა რა და მარტივად აღქმატი ეგ როცა შეიძლება მესამე პირში ვიღაცაზე რო ლაპარაკობ ვერ გაიგოს ბოლომდე ან არ ჯეროდეს იმიტომ რომ შენც მაინც რაღაცა გამტარი ხარ ამ ინფორმაციის შენ საიდან რაღაც მოისმინე და მე რეაცონდა პირველ წყარო არა ხარ ინფორმაციის მაგრამ შენს თავზე როცა უყვები და ხედავს რა გადაგაქვს იმის გამო რომ რაღაცა რეჟიმს აბსოლუტურად გულწრფელად და ესე უპირისპირდები იქიდან რა ტიპის პასუხები მოდის მართლა ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ალბათ გავიარე ყველაფერი რაც ამას საკში ხო 22 წლის სასაკში ერთი შეხედვით ძალიან წარმოუდგენელი არის 21-ის ვიყავ შარშან ეს ფიზიკური თავდასხმები ჩასაფრევები მორალური ფსიქოლოგიური ტერორი ამ ზარებით უკანონო დაკავებები მათ შორის რეგიონებშიც რო ვიყავით ასული იქაც იყო რაღაც მანქანის დაზიანების ეპიზოდი, როცა დილით გავიღვიძეთ უეცრად გადაღებილი მანქანა და ეს 41-ის წარწერები. შესაბამისად, ხო, აი ესე უფრო ხილული გახდა მისთვისაც სინამდვილეში რა ტიპის ძალასთან და რეჟიმთან გვაქვს საქმე, მაგრამ აი ბოლომდე მაინც აღიარება მათ შორის საკუთარ თავთანაც ძალიან რთულია ეგეთი რაღაც როცა ამდენი ჯიუტები ვართო ჯიუტები ვართ და როცა ამდენი წლის განმავლობაში აი ესე ჯერა რომ მეორე მხარეს მდგომ ბოროტებას უპირისპირდები და აქეთ რაღაც ფრთებშესხმული ანგელოზები არიან შენს მხარეს და უცებ აღმოაჩენ აბსოლუტურად უეცრად და მოულოდნელად რომ აბსოლუტურ სიყალბეში ცხოვრია პირიქით აი ეს ძალა რომელსაც აი ესე უყურებდი არის აბსოლუტური ბროტების ანსახიერება ძალიან რთულია მათ შორის ერთ დღეში საკუთარ თავთანაც ამის აღიარება რომ მე ამდენი ხანი აი ამას უჭერდი მხარს და ამას უმაგრებდი თქმა უნდა ეს იყო ადამიანი რომელმაც ირაკლი კობახიძეს პირდაპირ უთხრა პირში სათქმელის სიტყვა და მიესალმეთ მას მიკოგთ ხო მადლობა ამ შესაძლებლობისთვის შემთხვევით უდიდესი პატივი არის თქვენ წინაშე დგომა მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც იმიტომ რომ მე ამ ქალაქის შვილი ვარ კი ამბობს რომ პასუხი პირველ რიგში ხელისუფლებას უნდა მოსთხოვო და არა იმდენად მის მხარდამჭერებს რამდენადაც რბილია მშობლების პოზიციის მიმართ საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მიმართ რომლებიც პროტესტის გამოხატვას ერიდებიან მით უფრო მკაცრია და რადიკალური ხელისუფლების და მისი იდეოლოგების მიმართ. აქ შევატყე, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა მაგარი გაბრაზებაც იცის. რომ არაფრის ფასად აი სისხლით მოტანილი და მოპოვებული და დღემდე მოტანილი თავისუფლება არ უნდა დავთმოთ და ჩვენ ახალგაზრდები მე ლუკა და ნებისმიერი ახალგაზრდა რომელიც ვიბრძვით ფიზიკურად თბილისში რუსაველის გამზირზევდებთ თქვენს წინაშე მათ შორის პირობას რომ არც ერთი წამით არ გავჩერდებით და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე